ვიწყებთ ბანაკს ქალიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის. სამჯერად თიმის დასხობის დაფინანსებით. წამო დავიწყე. გალიდან ჩამოვიდნენ ახალგაზრდები, აქ დავინავთ ისე ტრადიციულად ფაბრიკაში, მოისმინეს ტრენინგები პროფესიულ ორიენტაციაზე, მედიაცინიერებაზე, ფინანსურ განათლებაზე, თავისუფალ აზროვნებაზე, ადამიანის უფლებებზე და ამ შემეცნებით აქტივობებთან ერთად თბილისში ქონდა აქტივობები, ძველი თბილისი დაათვალიერეს, პიცა გამოაცხოს ერთხელ თავისი ხელით და შემდეგ გემრიელად მიირთვეს დომინოში. ერთ-ერთ საღამოს ფაბლო ბილიანიმას კი გვიმასპინძლა. პროფესიონალი ვარ. დივა ვარ. აი მარიამ, კიდე მარიამ. კარგი კადრი მჭირდება. ლამაზად. ყველაზე მეტად მე დამახსოვრდა ფინანსური განათლება, ძალიან მომეწონა და ძალიან აქტუალური თემაა. როცა რაღაცა ენერგიზერებს შევოდით ან რაღაცა აქტივობებს ძალიან სახალისო იყო. ასევე მაინტერესებს გრაფიკული დიზაინი და მინდა კურსები გავიარო გრაფიკული დიზაინის. გავიგე როგორ კეთდება CV, არ ვიცოდი როგორ დამეწერა, ასევე სამოტივაციო წერილი და ძალიან გამიხარდა რომ ესე კარგად გავიარეთ. კომპიუტერულ მეცნიერებაზე მინდა ჩავაბარო. ამ პროფესიისთვის ტელეფონით იმას ვერ იზავ, რასაც რის გაკეთება შემიძლია კომპიუტერით. ძალიან კარგად გავატარე ჩემი მეგობრებთან დრო. ჩვენი მოსწავლეები უკვე გავაცილეთ და რაღაცნაირი სევდიანი მომენტია ხოლმე დამშვიდობება და მე ყველაზე მეტად მიყვარს უკავშირების წაკითხვა. ვისწავლე აზრის დაფიქსირება თავისუფლად, ასევე გუნდური მუშაობა. შვები ბესტები იყვნენ. გარემოც მაგარი იყო, ერთი სიტყვით ბომბა სუპერ ბანაკია. მაგრამ შენ მოგეწონა ყველაზე მეტად ბანაკში. მე მომეწონა მე ყველა ბანაკი მომწონს. ბანაკებში განსაკუთრებით მომწონს გათენებული ღამეები და მცდელობა იმისა, რომ ადრე დავიდინოთ, რომელიც არასდროს არ გამოდის. განსაკუთრებული მხიარულობა იყო, რაღაცა უფრო ისეთი ენერგიული მონაწილეები ყვავდნენ თავიდანვე პირველი დღიდან. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ძალიან უხაროდათ ერთად ყოფნა და პრინციპში რაღაცნაირად მიზანი ეგეც არის, რომ იქ რო დაბრუნდებიან ეს ურთიერთობები გაყვეთ და ეს ემოციები გაყვეთ დიდხანს და რა ვიცი, ცოდნის მიღებასთან ერთად მეგობრების გაჩენაც ძალიან მნიშვნელოვანი არის.